მომხმარებელთა უფლებების დაცვით არსებული დაცვის კუთხით დენომინირებული 10 სტანდარტი დღეს აი ამ მიმართულებებზე ვისაუბრებთ სტანდარტიზაციის და კონკრეტული კალაპოტის კუთხით და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის კონკურენციის ეროვნული სააგენტოსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი ოლიკო კობახიძე. ოლიკო, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენ დროისთვის. არსებული სტანდარტების ნუსხა ხო და ის საკითხები, ის დენომინირებული საკითხები, რომელიც ძალიან აქტუალური გახდა საქართველოში და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მარეგულირებელმა ქვეყანაში დაწყებული კონკურენციის სააგენტოთი დამთავრებული კომუნიკაციებით, გაგრძელებული სემეკით და ასე შემდეგ საკმაოდ კარგად გაუკეთა იმპლემენტირება პრაქტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი თეზის, რომელიც ზუსტად არის ევროპასთან ასოცირების ნორმატივით აღებული ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება. მომხმარებელთა უფლებების ნაწილი, ხო? მე მაინტერესებს აი ეს 10 მეთოდოლოგია, რომელიც მე შეგვიძლია რომ ჩავიკითხოთ 10 სტანდარტი, ასე ვთქვათ, ხო? აი რას გვეუბნება, რას გვარნახობს და რა ტიპის guidelines გვიწესებს დღეს ბაზარზე ამ მიმართულებებით გისმენთ ყურადღებით. სანდრო, უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, დიდი მადლობა საკითხით დაინტერესებისა და მოწვევისათვის. ვიდრე უშუალოდ სტანდარტებზე გადავალთ, მე მინდა ჩვენს მაყურებელს შევახსენე, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობის აღსრულების დღიდან საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ არაერთი მომხმარებლის განაცხადი განიხილა, არაერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და სწორედ ეს გადაწყვეტილებები გახდა უკვე სტანდარტის დამდგენი, რომლებიც მოდი ესე ვთქვათ, ერთგვარ ეკონომიკური ქცევის პრაქტიკას ამკვიდრებენ ბაზარზე და დამეთანხმებით, რომ ქართულ ბაზარზე ეს უკვე დადებითად აისახა. ვიდრე სტანდარტებზე გადავალთ და ჩვენს მაყურებელს გავაცნობთ, მინდა უშუალოდ ყურადღება გავამახვილო ფასის მითითების აუცილებლობაზე. თქვენ დამეთანხმებით, რომ ფასი არის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი, რომელზე დაყრდნობითაც მომხმარებელი ახორციელებს თავის ეკონომიკურ ქცევას, ხო? შეისყიდის თუ არა იმ კონკრეტულ საქონელს ან მომსახურებას. პირველი სტანდარტი, რომელიც საკმაოდ რეზონანსული იყო და დიდი გამოხმაურება მოყვა, გახლდათ კვების სექტორში, საცნობარო მენიუში საბოლოო ფასის მითითების სტანდარტი. პრობლემა რაში მდგომარეობდა, უფრო გასაგები რო იყოს ჩვენი მაყურებლებისთვის. ძირითადად მენიუებში მოვეჭრები უთითებენ ფასს და მენიუს ბოლოს არის აღნიშნვა, რომ ფასი არ მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს და ასევე სხვა გადასახადს, მათ შორის შეიძლება ეს იყოს მომსახურების გადასახადი. სააგენტომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ ეს არის დარღვევა კანონის შესაბამისად. მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფასში აუცილებლად უნდა მოიცავდეს დამატებული ღირებულების გადასახადს და ასევე სხვა ნებისმიერ ხარჯს, მათ შორის მომსახურების გადასახადს, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიხადოს მომხმარებელმა და რომლის თავიდან არიდებაც არის შეუძლებელი. არის შემთხვევები, როცა საბოლოო ჯამში მომხმარებელს უწევს ხო ზედმეტი კალკულაცია და საბოლოო ანგარიშწორების დროს მოდის გაზრდილი ხარჯი. სააგენტომ დაადგინა, რომ ეს არის კანონდარღვევა და დაევალა მოვაჭრეს, რომ აუცილებლად მენიუში მითითებული უნდა იყოს საბოლოო ფასი, რომელიც მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს და მათ შორის სხვა ნებისმიერ ხარჯს. სხვათა შორის გამოიკვეთა ასევე ტენდენცია და პირადად გადამხდა ჩემს პრაქტიკაში გამოტანილი არის ეგრეთ წოდებული მუსიკის გადასახადი. აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს, რომ ნებისმიერი ხარჯი აუცილებლად უნდა იყოს შეტანილი ფასში, მოცემულ ფასში და ეს ფასი უნდა იყოს მკაფიო და გამჭირვალი წინასწარ განჭვრეტადი მომხმარებლისთვის. ასევე მინდა ისევ ფასის მითითების სტანდარტს რომ გავყვეთ, ერთ-ერთი ასევე რეზონანსული იყო სოციალურ ქსელში ფასის მითითების სტანდარტი. მოგეხსენებათ, ეს დღემდე ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენს სოციალურ ქსელებში მომხმარებლის მიერ ფასის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. ეგრეთ წოდებული პოსტის საშუალებით, როდესაც მოვაჭრე მომხმარებლის სთავაზობს პირობითად კონკრეტულ საქონელს, მომსახურებას და უთითებს არსებით მახასიათებლებს გარდა ფასისა, და ამ პოსტის კომენტარები არის უამრავი მომხმარებლის თავშეყრის ადგილი, მხოლოდ ერთადერთი შეკითხვით რა ღირს და შემდგომ ეს ფასი უნდა დადასტურდეს პირადი კომუნიკაციის საშუალებით, სააგენტომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც არაერთხელ იმსჯელა და დაადგინა, რომ ეს არის კანონდარღვევა და კიდევ ერთხელ განმეორდები, ფასი აუცილებლად უნდა იყოს წინასწარ
მითითებული ხელშეკრულებაში შესვლამდე მომხმარებელს უნდა ეცნობას ყველა სხვა არსებითი მახასიათებლის შესახებ ინფორმაციაც და მეთანხმებით როგორც აღვნიშნე ფასი არის ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელი. ოლიკო, ეხლა რაზეც თქვენ საუბრობთ და ძნელია არ დაგეთანხმოთ და ძალიან მიხარია რომ სააგენტო ამაზე მუშაობს საქართველოში ფიქრობენ ამ სტანდარტიზაციაზე და რა თქმა უნდა ხდება გამიჯვნა საბოლოო ჯამში რეალური ფასის დამატებული ღირებულების და გარკვეულწილად ვალდებულებად სოციალური თუ ეკონომიკური პასუხისმგებლობის კუთხით პროვაიდერის რომ ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი არ შევიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში და ტერმინს დამეთანხმებით იურისტი ბრძანდებით ანუ ტერმინს ინტერპრეტირებიდან გამომდინარე შეუძლია ძალიან ბევრი მიმართულების და თავარი სურათის შეცვლაც მაგრამ ეხლა მე მაინტერესებს ანუ მივედით კონსენსუსამდე კონკრეტულად გადავწყვიტეთ რომ ეს ესე უნდა იყოს. მე მაინტერესებს პრაქტიკაში როგორ ხდება ამის აღსრულება და რამდენად მოყვებათ ეკოსისტემა საბოლოო ჯამში. ნუ იქ არ იქნება დარწმუნებული ვარ გარკვეული პრეფერენციებიც, ანუ გარკვეულწილად შეიძლება სრულად ვერ მოხდეს მთელი სტრუქტურის მონიტორინგი და ამ შემდეგ, მაგრამ აი საბოლოო ჯამში ეკოსისტემამ რამდენად აუღალღოს სამართლიან თამაშის წესებს და რამდენად მოყვებათ საბოლოო ჯამში. სანდრო, მადლობა შეკითხვისთვის. თქვენ მოგეხსენებათ სააგენტო საკითხს განიხილავს მომხმარებლის განცხადების საფუძველზე და კონკრეტული მოვაჭრის მიმართ, შესაბამისად, როდესაც დარღვევა დადგინდება, კონკრეტული მოვაჭრის მიმართ დგინდება და შემდეგ უკვე ეს იქცევა სტანდარტად, რომელიც რა თქმა უნდა ეს სტანდარტი უნდა გაიზიაროს იმავე ბაზარზე მოქმედმა სხვა მოვაჭრე სუბიექტებმაც. თუმცა ეს პირდაპირი ვალდებულება არის იმ კონკრეტული მოვაჭრის მიმართ, რომლის მიმართაც სააგენტომ დარღვევა დაადასტურა. მაგრამ თუ კი სხვა მომხმარებელი სხვა მოვაჭრის მიმართ მომართავს ანალოგიური დარღვევით და პრეტენზიით სააგენტოს, რა თქმა უნდა სააგენტო იხელმძღვანელებს იმ კონკრეტული სტანდარტით და რა თქმა უნდა ის კონკრეტული სტანდარტიც გავრცელდება სხვა კონკურენტ კომპანიაზეც, თავისთავად ცხადია. რაც შეეხება რამდენად დამყოლია ამ კუთხით ბიზნესი, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს და ამის სამართლებრივი მექანიზმები არსებობს, თუ კი გადაწყვეტილება არ აღსრულდება, მოგეხსენებათ, კანონი ითვალისწინებს სანქცირების მექანიზმს, რომელიც შეადგენს წინა ფინანსური წლის ბრუნვის 2%-მდე. კი ბატონო, კი ეს ნამდვილად ასეა და სხვადასხვა აი მოგიწიათ რამდენჯერმე ამ პრეცედენტის გამოყენება სანქცირების კუთხით. რა თქმა უნდა, არაერთი მოვაჭრე დასანქცირდა და სტატისტიკური მონაცემები ღია, ფართოა, შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს გაეცნოს სტატისტიკურ მონაცემებს და ასევე მინდა აღვნიშნო, რახან სტატისტიკაზე შევჩერდით, ამ კუთხით მომხმარებლის მომართვიანობა დღითიდღე იზრდება და ბოლო 3 თვის განმავლობაში დაახლოებით 300 განაცხადი შემოვიდა. ასევე მინდა ჩვენი მომხმარებლის ყურადღება შევაჩერო გავაკეთებ თქვენი ნებართვით ახლა რამდენიმე კომპონენტი ახლა ეს მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების სტანდარტი აუცილებელი ნორმატივი საქონლის შეკეთებისთვის განსაზღვრული სტანდარტი აუცილებელი ნორმატივი ვიზუალურად უნაკლო საქონლის გადაცემის სტანდარტი ეს მორიგი კომპონენტი არის ერთეულის ფასის მითითების სტანდარტი კი ბატონო რაზეც ვისაუბრეთ ფასდაკლებისა და სპეციალური შეთავაზების სტანდარტი რეკლამაში ფასის მითითების სტანდარტი აი ეს კომპონენტები რომელიც აი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურობაში და ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ზუსტად ბიზნეს პროვაიდერმა გარკვეული ბუნდოვანებები გაფანტოს და რეალურად სერვისი ან პროდუქტი მიაწოდოს მომხმარებელს ისე მინიმუმ როგორც ის არის საბოლოო ჯამში. აქედან გამომდინარე, მოდი გავუყეთ თითოეულ კომპონენტს კიდევ ერთხელ. თქვენ ინფორმირებულობის სტანდარტიდან დაიწყეთ და ჩვენს მაყურებელს რო შევახსენოთ, ზოგადად ინფორმირებული მომხმარებლის სტანდარტი არის ბიზნეს სამომხმარებლო ურთიერთობის ქვაკუთხედი, რომლიდანაც გამომდინარეობს ის უფლებები და ვალდებულებები, რაც საკისრია ორივე მხარეს. ინფორმირებულობის სტანდარტთან დაკავშირებით სააგენტო ბოლო დროს მიიღო ერთ-ერთი რეზონანსული გადაწყვეტილება. ეს გახლდათ საკურიერო მომსახურების კომპანიასთან მიმართებით, კერძოდ პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ მომხმარებელს კომუნიკაციის პრობლემა შეექმნა კურიერთან ენობრივი ბარიერის გამო, შესაბამისად მას არაავტორიზებულად ჩამოეჭრა თანხა, მომართა სააგენტოს, სააგენტომ განიხილა მომხმარებლის განცხადება და მოვაჭრეს დაუდგინდა დარღვევა სწორედ ინფორმირებულობის სტანდარტის. კერძოდ ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელი უფლებამოსილია მომსახურება მიიღოს ქართულ ენაზე. ეს თავისთავად ცხადია, არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მოვაჭრემ სხვა ენაზეც მიაწოდოს მომხმარებელს მომსახურება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში
მოვაჭრემ შეიმუშავა ესეთი მექანიზმი აპლიკაციაში ჩაშენდა ერთგვარი ღილაკი, რომლის გამოყენების საშუალებითაც თუ კი რაიმე პრობლემა წარმოიქმნება კურიერთან კომუნიკაციის შემთხვევაში, მათ შორის ენობრივი ბარიერის პრობლემა, ამ ღილაკის საშუალებით მომხმარებელი უკავშირდება მომხმარებელთა დახმარების ცენტრს, რომლებიც ასრულებენ ერთგვარ საშუამავლო როლს მომხმარებელსა და კურიერს შორის და ნებისმიერი პრობლემა, რაც კი შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ენობრივი ბარიერის, მყისიერად აღმოიფხვრება მათ მიერ. კი ბატონო, ხო აი ეს არის რა რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი სტანდარტი. სხვათა შორის მე მინდა კითხოთ აი მომხმარებელთა დაცვის კვირეული, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ ჩატარდა საქართველოში და სადაც ფაქტიურად ყველა მარეგულირებელმა მიიღო მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გავაკეთებ ჩამონათვალს, ეს არის კონკურენციის სააგენტო და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტო, ახალი რებრენდირებული სახელით მოგიხსენიებთ. ეს არის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტო, ეს არის სემეკი, ეს არის სურსათის უვნებლობის სააგენტო. მოკლედ ძალიან ეროვნული ბანკი, რაც თავარია, ხო? და თითქმის ყველა მარეგულირებელთან ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ხშირად ამ ინფორმაციებს ვაწვდით ჩვენს მაყურებელს და ასე შემდეგ. ეხლა მე მაინტერესებს აი ახსრულების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ საკითხების სწორი დელეგირება მოხდეს და მათ შორის საკითხების, ასე ვთქვათ, დუბლირება არ მოხდეს ცალკეული მიმართულებებით. აქედან გამომდინარე, აი ამ კვირეულმა, ხო? რა ჩვენა, რამდენად არის კონსენსუსი ყველა მარეგულირებელს შორის და აი ეს ნორმატივები, დელეგირების ნორმატივები, ხო, აი სხვადასხვა მიმართულებებით, აი რამდენად კარგად არის გადანაწილებული, ანუ იგივე კომუნიკაციების ნაწილში, საფინანსო სექტორის ნაწილში, ენერგეტიკის ნაწილში, თქვენ რეგლამენტში, ხო, თქვენი რეგლამენტი ყველაზე ფართო არის და ძალიან ბევრ მიმართულებას, ბევრ ინდუსტრიას და ბევრ სამეწარმეო ხაზს ფარავს. აქედან გამომდინარე, ეს დელეგირების ნაწილიც როგორ გამოიყურება და სხვადასხვა შორის აი რა ჩვენა ამ ესე ვთქვათ მომხმარებელთა დაცვის კვირეულმაც. კი ბატონო, სანდრო, თქვენ სწორი აქცენტირება გააკეთეთ. კვირეული არის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება და მოგეხსენებათ, მსოფლიოში აღინიშნება მომხმარებლის უფლების დაცვის დღე. კი ბატონო. საქართველოში ჩვენ აღნიშნავთ მომხმარებლის დაცვის კვირეულს და ეს კვირეული ზუსტად ემსახურება იმას, რომ საკანონმდებლო წინსვლის პარალელურად, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ ევროდირექტივებთან დაახლოებას, მათ პრაქტიკის გაზიარებას და ასე შემდეგ, ამის პარალელურად ავამაღლოთ მომხმარებელთა ცნობიერებაც. შესაბამისად, მარეგულირებელი უწყებების მიერ ტარდება საერთაშორისო კვირეული, რომელიც არის საკმაოდ მასშტაბური და ეს კვირეული ემსახურება სწორედ იმას, რომ მარეგულირებელი უწყებების მიერ გაზიარებული იქნას მათი პრაქტიკა, მათი გამოცდილება და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ერთმანეთში, არამედ საზოგადოების ფართო მასშტაბისათვის. ამ კვირეულმა აჩვენა ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ ხშირად ვისაუბროთ მომხმარებლის უფლებების დაცვაზე, მათი ცნობიერების ამაღლებაზე და არა მხოლოდ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე, არამედ ბიზნესის ცნობიერების ამაღლებაზეც, ვინაიდან მოგეხსენებათ, ეს სფერო ჯერ კიდევ ახალია საქართველოში და ქართველი მომხმარებელი ევროპელ მომხმარებელთან შედარებით არის გაცილებით უფრო მოწყვლადი. ამიტომაც ერთ-ერთი უმთავრესი შეკითხვა, როდესაც ჩვენ მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ვიწყებთ საუბარს, არის ის, თუ რამდენად კარგად არის ინფორმირებული მომხმარებელი საკუთარი უფლებების შესახებ და რამდენად კარგად შეუძლია მას ეს პრაქტიკაში გამოიყენოს ბიზნეს სამომხმარებლო ურთიერთობაში. რაც შეეხება უშუალოდ საკითხების განაწილებას და დელეგირებას, ეს კანონმდებელმა კარგად გაითვალისწინა და კანონში პირდაპირ არის გაწერილი, თუ საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო რა კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს. შესაბამისად, როდესაც განცხადება შემოდის სააგენტოში და განიხილავს სააგენტო უპირველეს ყოვლისა ფორმალურ დასაშვებობას და შემდეგ მატერიალურ დასაშვებობას და თუ კი მიიჩნევს, რომ ეს მისი კომპეტენციის ფარგლებში განსახილველი არ არის, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, კომპეტენციით სხვა უწყებაში გადაგზავნას. ფანტასტიკური სპიკერი ბრძანდებით ოლიკო. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ხშირად გვესტუმრებით გადაცემაში და აი ესე ინფორმატიულად, ენერგიულად, ამოუწურავად, თუმცა თემა ამოუწურავია, რა თქმა უნდა, ისაუბრებთ და მიაწვდით დეტალურ ინფორმაციას ჩვენს მაყურებელს. წარმატებები სააგენტოს, წარმატებები თქვენ და რა თქმა უნდა, წარმატებები მომხმარებლებს. ბიზნეს პროვაიდერებთან ურთიერთობის ნაწილში და რა თქმა უნდა წარმატებები ბიზნეს პროვაიდერებსაც, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ბიზნეს გადაცემა ვართ და ცხადია ამ შემთხვევაში ბიზნესის გადმოსახედიდანაც ძალიან ბევრს საუბრობთ. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. გადაცემა დილის მონეტიზაცია დღეს ამით დასრულებულია. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს